ასოციაციამ ვაკეთოთ ერთად საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. საინფორმაციო კამპანია სურსათის ნარჩენების შემცირებასა და სურსათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეეხებოდა. პროექტის საინფორმაციო კამპანია ვიზივნოთ სურსათის ნარჩენების შემცირებაზე ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა. ნარჩენების მართვა აქტუალური საკითხია. სოფლიოში ადამიანებისათვის წარმოებული საკვების 1/3 იკარგება ან ნაგავში ხვდება. ეს ნათლად წარმოაჩენს პრობლემის მასშტაბს და მის გადაჭრაზე მუშაობის აუცილებლობას. ვახორციელებთ უკვე მეხუთე თვე არის ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომელიც შეეხება სურსათის ნარჩენების შემცირებას. ამ პროექტის მანძილზე უკვე განხორციელებული გვაქვს ჩვენ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები, როგორიც იყო სოფლებში შეხვედრა მოსახლეობასთან, მოხალისეებმა ჩაატარეს ეს, რომელიც დავატრენინგეთ. ჰქონდა ჰორეკას წევრებთან, საკვების მიმწოდებელი, დამზადებელ კომპანიებთან შეხვედრები, ეს ჰქონდა ფლეშმობი. დარწმუნებული ვარ ღრმად, რომ ცნობიერებას აამაღლებს ეს სხვადასხვა კამპანიები და მათ შორის ფლეშმობი. მშობლიობაში ეს აქტივობები და ღონისძიება დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაზე აუცილებლად იმოქმედებს და გამოიღებს თავის შედეგს. და სწორედ ეს არის აი ამ პროექტის დანიშნულებაც საინფორმაციო კამპანიის გზით შემცირდეს სურსათის ნარჩენები, საზოგადოებამ ისწავლოს მისი მართვა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა ბუკლეტები, როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის, ასევე ჰორეკას სექტორისთვის. დავაბეჭდეთ ორი ფლაერი, ერთი არის საინფორმაციო ფურცელი მოსახლეობისთვის, ახალგაზრდობისთვის, რომელიც დაარიგდა საინფორმაციო შეხვედრებზე, დაარიგდა ფლეშმობის დღეს და ფაქტობრივად ამ პატარა ფურცლით ადამიანებმა მიიღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია. თუნდაც იმაზე, რომ 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს, თუნდაც იმაზე, რომ საკვების მესამედი იყრება და რომ ჩვენ თითოეულ შეგვიძლია საკვების ნარჩენების შემცირებაზე ფიქრი. მეორე საინფორმაციო ფურცელი არის გათვალისწინებული ჰორეკას სექტორისთვის, ანუ სასტუმროს, რესტორნების, კაფეების და საერთოდ კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის, სადაც წერია, რომ მათაც ძალიან დიდი როლი ეკისრებათ ამ საქმეში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საინფორმაციო კამპანია, როდესაც არის გარკვეული მოწოდებების მქონე, მიზანსაც აღწევს. განვითარების რეგიონული ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 9.5% განიცდის მძიმე სასურსათო დაუცველობას, თუმცა ყოველწლიურად დაახლოებით 600,000 ტონა სურსათი ხვდება ნაგავსაყრელზე. სურსათის ნარჩენების უდიდესი ნაწილი 60% საყოფაცხოვრებო ნარჩენზე მოდის. საქართველოში სურსათიდან ყველაზე დიდი ოდენობით პური იყრება. პროექტ საინფორმაციო კამპანია ვიზრუნო სურსათის ნარჩენების შემცირებაზე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქალთა ასოციაცია ვაკეთოთ ერთად პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს.